ფეხების შეშუპება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია, რაც არსებობს. განსაკუთრებით 50 წელს ზევით ადამიანების თითქმის 30%-ს აქვს ფეხების შეშუპება დრო გამოშვებით ან ყოველთვის. და ვისაუბრებთ ტოპ 7 მიზეზზე, რატომაც ფეხები უშუპდება ადამიანს და როგორ გავარჩიოთ რის გამოა, რადგან მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანიც და სერიოზული, მაგალითად გულის უკმარისობა, ან თირკმლების დაავადება, ან ღვიძლის უკმარისობა და შეიძლება მიზეზი იყოს მსუბუქი, კეთილთვისებიანი, მაგალითად სიტუაციური, შეიძლება ადამიანი დიდხანს იჯდეს და იმიტომ ან დიდხანს იდგეს და ფეხები შეუშუპდეს. დამოკიდებულ ედემას ეძახიან ასეთს და როგორ უნდა მივხვდეთ რომელია. საბედნიეროდ ფეხების შეშუპების 80% არ არის საშიში და ყველაზე მთავარი მიზეზი გამომწვევი არის დამოკიდებული ედემა, ესე ქვია. ანუ ადამიანებს როცა დიდი ხნის ჯდომისგან ან დიდი ხნის დგომისგან ფეხები უშუპდებათ და რა ხდება ამ დროს, როცა ადამიანი დგას გრავიტაციის ძალით, სითხე მოდის ქვევით ფეხებისკენ და როცა ადამიანი მით უმეტეს ასაკშია, მას ეფექტური ვენები არ აქვს. ეფექტური ვენები ნიშნავს, რომ სითხე უნდა წამოიღოს ფეხებიდან ზევით გულისკენ და ამას ეფექტურად ვერ აკეთებს. და როცა ვერ აკეთებს, კაპილარებში იჟონება სითხე და ჩერდება ფეხებში. და დღის ბოლოს ადამიანებს ფეხები უშუპდებათ. განსაკუთრებით რომ დათბა, განსაკუთრებით ზაფხულში და ამიტომ არის რომ ზაფხულის განმავლობაში ადამიანები უფრო მეტად უჩივია რომ ფეხები მიშუპდება. ამას ეძახიან დამოკიდებულ ედემას. საშიში როგორც წესი არ არის ძირითადად ასაკის გამო, წონის გამო და შეიძლება დიაბეტის გამოც კონდეს ადამიანს. თუმცა უნდა ვიფიქროთ რომ თუ ადამიანს ემართება ეს დამოკიდებული ედემა, დამოკიდებული დიდხანს დგომაზე ან ჯდომაზე, მაშინ შეიძლება ვენური უკმარისობაც განუვითარდეს, რომელიც შედარებით უფრო სერიოზული მდგომარეობაა. აი ამ დამოკიდებული ედემის დროს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფეხებს რომ შეხედოთ, ჩვეულებრივია, ოდნავ შეიძლება შეშუპებული იყოს კოჭებთან ან თვითონ ფეხი ტერფები შეშუპებული იყოს ორივე მხარეს უნდა იყოს, არც ამ მხარეს, არამედ ორივე მხარეს. მაგრამ კანი ნორმალურია, კანს არ აქვს შეცვლილი არც ფერი, არც სიმაგრე, რომ დააჭერ შეშუპებულ კანს, ცოტა ხანი ჩანაჭდევი უნდა დარჩეს. და აქ გამოყოფენ ხოლმე პიტინგ ედემას და არაპიტინგ ედემას. და უნდა იყოს პიტინგს ეძახიან აი ამას, როცა დააჭერა ჩანაჭდევი დარჩება. აი ასეთია დამოკიდებული ედემა, ან დამოკიდებული ფეხების შეშუპება. და მკურნალობა რა არის ამ დროს? მკურნალობა არის რომ ადამიანი რაღაც დროში ერთხელ, მაგალითად 40 წუთში ერთხელ უნდა ადგე გაიარო, გამოიარო, რადგან ფეხის კუნთები ამ დროს ასრულებენ ტუმბოს ფუნქციას. წვივის კუნთები რო იკუმშებიან, ვენებს აწვევიან და ვენებს სისხლი ზევით ამოაქვს. და ეგ არ აძლევს საშუალებას, რომ ფეხებში შეგუბდეს სისხლი და შემდეგ გაჟონოს კაპილარებიდან. ამიტომ სიარული რამდენიმე ხანში ერთხელ გამოსავალია, რეგულარული ვარჯიში გამოსავალია, წონაში კლება დახმარებაა მნიშვნელოვანი, მოწევასაც თუ დაანებებს ადამიანი თუ ეწევა, მით უმეტეს ეგეც დიდი შეღავათია და ფეხების აწევა. ფეხების აწევა ნიშნავს, რომ გულს ზევით უნდა იყოს ფეხები აწეული რაღაც დროის განმავლობაში. მაგალითად, ყველაზე მარტივი არის დივანზე რო წამოწვეს ადამიანი და ფეხებს ქვეშ რო ერთი ბალში ან ორი ბალში დაილაგოს ოდნავ ზევით გულის დონიდან, ოდნავ ზევით რომ იყოს ფეხები, საკმარისია დღეში დაახლოებით 2-3 ან 4 ესეთი ეპიზოდი რო კონდეს რამდენიმე წუთიანი, თუნდაც ნახევარ საათიანი, ეგ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მკურნალობად ითვლება. რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვანი ჩივილები ადამიანს ამ დროს არ უნდა კონდეს, თუ სხვა რამე მნიშვნელოვანი ჩივილები გვაქვს, უნდა ვიფიქროთ სხვა მდგომარეობაზე. და უფრო სერიოზული და უფრო მნიშვნელოვანი რა არის? ეს არის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და ხშირი მიზეზი არის ვენების ქრონიკული უკმარისობა. ვენების ქრონიკული უკმარისობა ერთი შეხედვით ძალიან გავს აი ამ სიტუაციურ დამოკიდებულ ედემას. აქაც ორივე ფეხი შეშუპებულია, აქაც რო დააჭერ თითს ჩანაწევი რჩება
და ოღონდ გვაქვს ცოტა განსხვავებები. როცა ვენების ქრონიკული უკმარისობაა, ეს ნიშნავს, რომ ვენა არ მუშაობს კარგად. არ მუშაობს კარგად, რას ნიშნავს? ვენას უნდა მოქონდეს სისხლი ერთი მიმართულების, მხოლოდ ამ შემთხვევაში ქვევიდან ზევით. ფეხიდან გულისკენ უნდა წამოიღოს ვენამ სისხლი. მას აქვს სარქლები ამისთვის. სარქველის არსიც ეს არის, რომ სითხე გაატაროს ერთი მიმართულებით, მაგრამ უკან არ უნდა გამოატაროს, უნდა ჩაიკეტოს, გაატაროს, ჩაიკეტოს ასე. და როცა ეს სარქლოვანი აპარატი ფუჭდება და დროთა განმავლობაში ფუჭდება, სხვა მიზეზების გამო, ჰორმონების გამო, მაგალითად ქალების, ორსულობის, ჭარბიწონის და სითხის მომატების და სხვა დაავადებების, დიაბეტის, როცა ზიანდება სისხლძარღვები. როცა ეს ვენები ზიანდება, სისხლს ატარებს ორივე მიმართულებით, ზევითაც ქვევითაც, ზევითაც ქვევითაც. ანუ ვენებში იზრდება წნევა, რადგან გროვდება სისხლი. როცა წნევა იზრდება, აწვევა კაპილარებს, კაპილარებიდან სითხე იჟონება და ადამიანს ემართება შეშუპება ფეხების. ეს ფეხების შეშუპება ვენური უკმარისობის დროს ნელ-ნელა ვითარდება, არ ვითარდება ერთ დღეში და არც ერთ კვირაში, არამედ წლები ჭირდება. ადამიანი თავიდან ამჩნევს, რომ აი საღამოობით ცოტათი უშუპდება. მერე იზრდება და იზრდება დროთა განმავლობაში. ეგ არის მახასიათებელი და დროთა განმავლობაში ფეხს ფერი ეცვლება, კანის შეფერილობა იცვლება, კოჭებთან განსაკუთრებით კანი მუქდება და შეიძლება გაჩნდეს ვენური წყლულებიც, ანუ კანზე წყლული დარჩეს, რომლის შეხორცებაც ძნელია, რომელიც შეიძლება ბაქტერიულად დაინფიცირდეს და ადამიანს ყოველდღიურობაში დიდი პრობლემა შეუქმნას. ამას ვენური წყლული ქვია. შეიძლება სისხლძარღვები, ვენები, კანის ქვეშ ვენები გამოიბეროს, დაიკლაკნოს და ამას ვარიკოზული ვენები ქვია. და ვარიკოზული ვენები ბევრს უნახია და ბევრ ადამიანს აქვს. ჩვეულებრივი ამბავია და ცუდი კიდე რა შეიძლება მოხდეს, რომ ამ ვარიკოზული ვენა შეიძლება გასკდეს და სისხლდან დაიწყოს იქიდან და ეს სისხლდან შეიძლება იყოს საკმაოდ ძლიერიც, რომ შეხედავ პირდაპირ სისხლი ასხავს, ესეთი დონის გართულებაა ეს ყველაფერი ვენური უკმარისობის. ანუ დამოკიდებული ედემისგან განსხვავებით, აქ ადამიანს რომ შეხედავ კანზეც პრობლემებია და ადამიანსაც უბრალოდ კი არ გეუბნება, რომ შეშუპება მაქვს, არამედ ცუდად გრძნობს თავს, სიმძიმის შეგრძნება აქვს ფეხებში, წვის შეგრძნება აქვს, ტკივილი, ქავილი, ღამე შეიძლება კონდეს კრუნჩხვები ფეხების, კრამპს რო ეძახიან, აი ეს კრუნჩხვები. უმეტესად ვის ემართება ისევ ჭარბიწონაა ყველაზე ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სქესი ქალები, დიაბეტი ვისაც აქვს, ვინც ეწევა და გენეტიკა, ანუ ვის გენეტიკაშიც არის ესეთი დაავადება. მის შვილებს და მის შთამომავლებს უფრო მეტი შანსი აქვთ, რომ ვენების უკმარისობა დაემართოთ. მთავარი მკურნალობა ვენური უკმარისობის არის კომპრესიული წინდები. კომპრესიული წინდები ეს ჩასაცმელია, ჩაიცმევს ადამიანი, მოუჭერს კანს რომ მოუჭერს ვენებს მოაწვება და ვენებს რომ მოაწვება, ვენა სისხლს ზევით წამოიღებს და ვენებში არ შეგუდება სისხლი. აი ამას აკეთებს და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობაა, აი ეს კომპრესიული წინდები. ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხების აწევა აქაც მნიშვნელოვანია, რომ დაასვენოს ადამიანმა ფეხები და ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია, ფეხის კუნთებიც რო განვითარებული იყოს, მოწევისთვის თავის დანებება თუ ეწევა ადამიანი და რა თქმა უნდა დიაბეტის მკურნალობა ან სხვა დაავადებები თუ აქვს მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე ასოცირებულია მის შეშუპებასთან. დიურეტიკების გამოყენება, შარდმდენების გამოყენება შეიძლება დროებით, ოღონდ შარდმდენები მიზეზს არ მოხსნის, მხოლოდ შედეგს მკურნალობს, ისიც გარკვეული ეფექტურობით არა სრულად. რაღაც დონეზე შეშუპებას მოხსნის, მაგრამ იმ მიზეზს, რის გამოც ვენური უკმარისობა, რა თქმა უნდა, დარჩება, ან მიზეზს ვერ მკურნალობს. მესამე ყველაზე ხშირი მიზეზი, რატომაც ფეხების შეშუპება ვითარდება, არის წამლები. ანუ ადამიანი იწყებს წამლების დალევას და ფეხების შეშუპება ემართება.
რომელი წამლებია ყველაზე ხშირად იწვევენ ამას წნევის წამლები. კალციუმის არხის ბლოკერები ქვია, რომლებიც სისხლძარღვებს აფართოებენ და კაპილარების გამავლობა იზრდება და სითხე გადის შემდეგ სისხლძარღვებიდან და ფეხები უშუქდება ადამიანს და ასეთი წამლებია მაგალითად ამლოდიპინი, დილთიაზემი მაგალითად ნიფედიპინი და ჩვეულებრივი ყოველდღიური გამოყენების პრეპარატებიც მაგალითად იბუპროფენი, მაგალითად ნაპროქსენი, აი ეს ხშირი წამლები, პრედნიზოლონიც თქვათ და კიდეს ბევრ წამლას შეუძლია ფეხების შეშუების გამოწვევა. თუმცა ყველაზე ხშირი არის, ყველაზე ხშირი სცენარი არის ის ადამიანები, რომლებიც წნევის წამლებს სვავენ და შემდეგ ემართებათ ფეხების შეშუება. ოღონდ ეგ როგორ უნდა მიხვდე? ეგეთი ადამიანი გეტყვის, რომ აი რაც წამლების დალევა დავიწყე, მას მერე მიშუპდება ფეხები. აქამდე ასე არ იყო. ან გეტყვის, რომ აი რაც დოზა მოუმატე, შენ უნდა კითხო, ჩაეკითხო და მისი მიხედვით თუ კი თვითონ ვერ უკავშირებს, უნდა ჩაეხომარსო ასეთ წამალს, ხომარსო წნევის წამალს მაგალითად და აღმოჩნდება, რომ სვავენ წნევის წამალს ან დოზა გაზარდეს ბოლო ხანებში და შემდეგ ვითარდება აი ეს შეშუპება ფეხებში. მკურნალობა ესეთ დროს რა არის? მკურნალობა არის, რომ ადამიანმა ამ წამლის მიღება უნდა შეწყვიტოს. თუ წამლის მიღებას ვერ შეწყვეტ, თუ სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია ეს წამალი, მაშინ შეიძლება დოზის მნიშვნელოვანი შემცირება ან წამლის შეცვლა, თუ შესაძლებელია ალტერნატიული წამლით ჩაანაცვლება. ეგ არის საუკეთესო გამოსავალი. მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი და მნიშვნელოვანი, რატომაც ფეხები უშუქდება ადამიანს არის გულის უკმარისობა. გულის უკმარისობის დროს ახლა როგორი სცენარია. ამ დროს იწყება ფეხის ტერფებიდან შეშუპება, ან ყველაზე ქვევიდან იწყება შეშუპება და მერე ამოდის ზევით, კოჭებთან, მერე კიდევ უფრო ზევით და აი ესე მიმდევრობით უშუქდება ადამიანს ფეხები. ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობა. მეორე არის, რომ ადამიანი გეტყვის, რომ ფიზიკური დატვირთვისას მაგალითად ჩქარავ რომ მივდივარ ან კიბეებზე რო ავდივარ, ეგრევე ქოშინი მეწყება. ასეთ ადამიანს როგორც წესი აქვს ხანგრძლივი დროის განმავლობაში გულის პრობლემები, ანუ გულის პრობლემები აქვს ამ ადამიანს და როგორც წესი იცის, რომ გულის პრობლემები აქვს. როგორც წესი 60 წელს ზევითაა ასეთი ადამიანი და ხველა, ქრონიკული ხველა შეიძლება კონდეს და მოვარდისფრო ნახველი შეიძლება კონდეს. როცა დაწვება, ადამიანს ქოშინი შეიძლება ეწყებოდეს ბრტყეს ზედაპირზე თუ დაწვება. ამას ორთოპნია ქვია და ასეთი ადამიანები თავის ქვეშ და ცოტა ის ზურგის ქვეშ რამდენიმე ბალის იდებენ ხოლმე, რომ წამომჯდარებივით იყვნენ, რომ ღამე სუნთქვა შეძლონ, რადგან რო წვებიან, ვეღარ სუნთქავენ. გულის უკმარისობის ნიშნებია ესენი და ადამიანს განსაკუთრებით, ანუ აი ეს კომბინაცია თუ აქვს ფეხების შეშუპება და ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე, ან დაწოლისას თუ ვერ წვება სწორ ზედაპირზე, იმიტომ რომ ქოშინი ეწყება. აი ეგ არის კლასიკური ნიშანი გულის უკმარისობით, ასე უნდა მივხვდეთ გულის უკმარისობას. როცა თირკმელების პრობლემა აქვს ადამიანს, თირკმელების დაავადებამაც იცის ფეხების შეშუპება და ამ დროს როგორ უნდა მივხვდეთ? თირკმელების დაავადების შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის აი თვალების ქვევით უპეებს რომ ეძახიან, აი აქ შეშუპება დილაობით განსაკუთრებით. ერთ-ერთი მთავარი ნიშანია ეს თირკმელების დაავადების, თირკმლის ფუნქცია უნდა განისაზღვროს, შეიძლება შარდი იყოს ქაფიანი, შარდი იყოს მღრიე, შარდი იყოს სისხლიანი, ადამიანი შარდავდეს ხშირად, ადამიანი ზედმეტად შარდავდეს ღამე, ანუ ერთზე მეტად თუ დგება ადამიანი ღამე იმისთვის რომ მოშარდოს, ეგ უკვე ხშირ შარდვად მიიჩნევა, ну ასაკონებში 2 და მეტი მიიჩნევა როგორც წესი ხშირ შარდვად. ანუ ნორმალური შარდის დარღვევა თუ აქვს ადამიანს, ნორმალურად თუ არ ხდება რაღაც, მაშინ თირკმელებზე შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი და თვალები თუ უშუქდება, ეგეც მნიშვნელოვანია ფეხების შეშუპებასთან ერთად, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგი მიზეზი არის ლიმფედემა. ლიმფედემა არის გამორჩეული იმითი, რომ უმეტესად დაკავშირებულია სიმსივნის მკურნალობასთან, როცა ადამიანი მკურნალობს სიმსივნეს, მკურნალობენ სიმსივნეს და ამოაჭრიან ლიმფურ კვანძებს, ლიმფურ სისტემას. ასეთ დროს ლიმფა კრებს სითხეს ორგანიზმიდან და
ვენურ სისტემაში გადმოაქვს, ანუ სისხლძარღვებში გადმოაქვს ეს სითხე და ადამიანს არ აქვს შეშუპება. ეს არის ნორმალური. მაგრამ თუ კი ან რადიაციული თერაპია მიიღოს სიმსივნის საწინააღმდეგო ადამიანმა, ან ამოაწრეს ლიმფური კვანძები, იმ რეგიონში შეიძლება განვითარდეს შეშუპება. ან ცალფეხში, ამ შემთხვევაში, ან ხელში თუ მკერდის კიბოს მკლავში, მაგალითად მკერდის კიბოს შემთხვევაში ხშირია ხოლმე, რომ ამოაწრიან ლიმფურ კვანძებს და შემდეგ ვითარდება შეშუპება მკლავში წინა მხარში მაგალითად. ამიტომ ლიმფედემა არის ამ ხრივ გამორჩეული, რომ დაკავშირებულია სიმსივნის მკურნალობასთან ძალიან ხშირად და ლიმფედემის დროს კანი ხდება გაუხეშებული, ლიმფედემის შეშუპების დროს კანი გაუხეშებული ხდება, უფრო ფიბროზული ხდება და რო დააჭერთ, ჩანჭრები არ რჩება და ამას ქვია non-pitting edema. ანუ აი გამორჩეული იმითია, რომ ის ყველა რაც აქამდე ჩამოთვალეთ, რო დააჭერ ჩანჭრები რჩება და აქ ჩანჭრები არ რჩება. აი ამითია გამორჩეული და ამით შეიძლება ადამიანი მიხვდეს, რომ ეს ლიმფური სისტემიდან არის გამოწვეული, თუ უბრალოდ სითხის შეკავება ხდება ორგანიზმში და აქედან არის შეგუბება, ანუ ლიმფედემა როგორც წესი სიმსივნის მკურნალობასთან არის ხოლმე ასოცირებული. და ბოლო მნიშვნელოვანი მიზეზი არის, როცა ღვიძლის დაავადების გამო ემართება ადამიანს ფეხების შეშუპება, აქ მთავარი არის, რომ სითხე გროვდება არა მარტო ფეხებში, არამედ მუცელშიც, ანუ ასციტი მუცელის სითხის დაგროვებას ასციტს ეძახიან. ასციტი და ამას დამატებული ფეხებში სითხის დაგროვება. ოღონდ როგორც წესი ადამიანმა იცის, ამ ფეხებში შეშუპება პირველი ნიშანი არ არის ხოლმე მაგ დროს როგორც წესი, იცის რომ ღვიძლზე პრობლემები აქვს, ამ დროს შეიძლება სისხლდენის რისკი ქონდეს ადამიანს, სიყვითლე ქონდეს, ქავილი ქონდეს, სპაიდერ ანგიომებს ეძახიან, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები კანზე შეიძლება ქონდეს, რომელიც ასევე ღვიძლის პრობლემების ნიშანია და ვირუსული ჰეპატიტები ქონდეს, შეიძლება ან B ჰეპატიტი, ან C ჰეპატიტი, ან ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ან ღვიძლის ძლიერი გაცხიმოვნება წლების განმავლობაში და ღვიძლის სერიოზული პრობლემის შედეგად შემდეგ უკვე შეშუპება ვითარდება ორგანიზმში, მათ შორის ფეხებშიც და მაგრამ როგორც წესი ამ ღვიძლის პრობლემის შესახებ ადამიანმა იცის, ანუ მუცელში სითხის დაგროვებას პლუს ფეხებში სითხის დაგროვება ერთად მიუთითებს იმაზე, რომ ღვიძლიდან არის პრობლემა. და შემდეგი არის და კიდე უნდა ითქვას, რომ ორსულობაში ძალიან ხშირია ფეხების შეშუპება და განსაკუთრებით მესამე ტრიმესტრში, მაშინ როცა სისხლის მოცულობა იზრდება, ვენებში იზრდება წნევა და ამას ემატება კიდე ქალური ჰორმონები, ჰორმონული ცვლილება ორგანიზმში, რომელიც სისხლძარღვებზე მოქმედებს. ესტროგენების და პროგესტერონის ორივე სისხლძარღვებზე მოქმედებს და ვენებზე, ვენურ სისტემაზე მოქმედებს და მათ ფუნქციას ასუსტებს. ამიტომ ორსულობას უარყოფითად მოქმედებს რეალურად ვენებზე და იწვევს შეშუპებას. ამიტომ არის ხოლმე, რომ განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში ქალების დიდ ნაწილს ფეხები უშუპდება. კიდე არის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაგალითად ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი წნევა შეუძლია დააზიანოს თირკმელებით, შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვებით, წნევის მკურნალობამ და ასე. ან სხვა მიზეზები შეიძლება იყოს, რამაც გამოიწვიოს ფეხებში შეშუპება, მაგრამ აი აქ რაც ჩვენ ჩამოთვალეთ და რაზეც ვისაუბრეთ, შემთხვევების თითქმის 90%-ს მოიცავს და შემთხვევების 90%-ზე ეს მდგომარეობებია პასუხისმგებლები. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, თუ ასევე დააკომენტარებთ ან გააშერებთ ან რამე ნებისმიერი აქტივობა თქვენი მხრიდან იქნება ხელშეწყობა არხის განვითარებისთვის და თქვენს მიერ სოლიდარობის გამოხატულება. მადლობა ინტერესისთვის.